შემთხვევაში ხო ეს ვინც იქნება ეს კორპორაციები, როგორ იქნება კომისიაზე გაივლის სოფლის ამაზე პროგრამას შევიმუშავებ. შეიძლება ამ წელს კიდე თუ მოგვიწია ხდომა, იქ დავამტკიცებ თუ არ არის პროგრამა ესეთი საჩქარო, თავი ბიუჯეტში ასახმოყოლა და უკვე პროგრამაში იგივე იანვარში დავამტკიცებ. მოდი ახსნი მაშინ ახლა. ჩვენი პროგრამა ძირითადად იქნება გათვალისწინებული, მიმართული იმისკენ, რომ იმ ჯგუფებს, რომლებიც გადაწყვეტს, რომ კოოპერაცია არის სწორი გზა, მათ ერთის მხრივ ვასწავლოთ როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. მეორეს მხრივ იქნება USAID, რომელსაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ გრანტით დაეხმაროს ამ ჯგუფებს და მესამე თუ ეს ჩვენს მიერ ნასწავლი კოოპერატივი წავა და სესხს აიღებს ბანკში, ჩვენ მივეხმაროთ გაუადვილდეს ეს ხისაღება და ფაქტურად გამოვიდეს თითქმის უპროცენტო. ამიტომ ვფიქრობთ, რა სესხლაც აიღებს, თქვათ იმის 10% დავუყაროთ. ეს 10% რო გავთვალოთ, კიდაც 10 ჯგუფი რო იყოს ასეთი, თითოეულმა როგორ ვფიქრობთ ახლა მეცი დამუშავებს რამდენი თანხა შეიძლება იყოს 10,000 მათო დამუშავებაზეა საუბარი? ხო, ნუ არ ვიცი გააჩნია რა მიმართულებას აიღებს კოოპერატივი. თქვენი ვარავით, აი რამდენი შეიძლება სესხლი აიღოს? ხა გააჩნია თქვენ ტექნიკის შეძენას ხა. თქვენ არის გააჩნია მოტომოხნაზე იყო. Raportul profesionalului tehnică moizebiga tractorului așa. მოხუნაზე მაგალითად კრედიტის საყიდო არის იგიში. რო გითხრათ სიმართლე. მოდი აქტუ მოხუნაზეა საუბარი. დღეს ჩვენ გვაქვს ბიუროს ხდომა. და პროგრამას როცა დავიწყებთ განხილვას, მოდი იქ ვიმსჯელოთ. კი ბატონო. და მოკლედ ზოგადად რო გითხრათ, ჩვენ ვფიქრობთ რომ 10%-ით შევიდეთ და 40,000 ეს არის დაახლოებით 400,000-ის 10%-ია რა მე მაგში. და თუ ფიქრობთ რომ ეს 5-6 კოოპერატივი ხა ამ თანხას აიღებს, მე მგონი რომ არალოგიკურია. ეს არის პროგნოზი, ვფიქრობთ რომ 40,000 საკმაოდ ბევრიც არის იმისთვის, რაზეც ჩვენ ხელ გამოვიდა. მithumet ეს დასაწყისი. რა თქმა უნდა, დასაწყისი საპილოტო პროექტია და ნახოთ რა როგორ განვითარდება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს კარგად განვითარდება და პირიქით შეშოვება. ის გასტრენებზე არ არის საუბარი, არის გექტარიანი ნახევარი გექტარი. არ აქვს უშუალო კოოპერატივი. არა, კოოპერაცია პირიქით რაც მეტი არის. კიდე 100 გექტარიანი იქ არის აიდეა, რომ თქვა ეხლა 10 გექტარიანში განმავლელი ყოფნა კვარტლები შესულია 7 და 8. პირიქით მე რომ შედეგზე ორიენტირებული რო იყო პარტოვი მეტი. პარტოვი მეტი უნდა იყოს. თუ გინდა რაღაცა უდიდომობს რა. გექტარზე მნიშვნელობა მაგაც არის. რა საკმაოდ სოლიდური თანხაგროვდება როგორც მოძებნავს. 40,000 მე მგონი ამ გადასახადიდან სავსე ნორმალურია და შეიძლება ამდენიც არ დასჭირდეს ამ პროგრამაში. მით უმეტეს რომ არის საპილოტო ვარიანტია. გაუბრუნდებით როცა იქნება რა, მაგ იმას რომ რა სახით მოხდება, როგორ შეირჩება პროგრამას ჩვენ დავამტკიცებთ პროგრამას, რომლის მიხედვითაც გაიხარჯება ეს თანხა. კიდევ ვიზახე, თქვათ იყოს 20. აი ამ 20-ში რა უპირატესობა უნდა მივანიჭოთ, თქვათ იმას, რომელსაც 10% პროგრამა. აი პროგრამას უბრალოდ მაგას ვიზახე, რომ იქნება და კომისია, ან შეიქმნება სპეციალური სხვა კომისია, რომელიც განიხილავს რა. არა, კომისიით არ წავალთ ამ შემთხვევაში. კიდევ ვიმეორებ ვიმუშავებთ იმ ჯგუფებთან, რომლებიც ჯერ თავად მიხვდებიან, რომ კოოპერაცია არის გამოსავალი, გამოთქვას სურვილს, რომ შექმნას კოოპერატივი და ამ შემთხვევაში ამის შემდგომ უკვე ჩვენთან თანამშრომლობს და ჩვენგან მიიღებს დამატებით სწავლებას, როგორ უნდა გააკეთოს, რა გადასაჭეროებას. რა თქმა უნდა, როცა გაივლის სწავლებას, როცა USAID-ით შეისწავლის და რაღაც გრანტი დაეხმარება, სწავლებას რა თანხებით გაივლის? ჩვენი სწავლებას გაივლის გერმანული მხარეელებს თანხას და თავისი ფულით ჩამოდიან ექსპერტები და მუშაობენ ამ ჯგუფებთან. ეს ჩვენს შორის შეთანხმებული მემორანდუმის საფუძველია. შერჩევის პროცესის მაინც მინდა შერჩევის პროცესში შემდგომში როგორ მოხდება? შემდგომ ჯერ ამ ეტაპზე ვინაიდან ეს არის საპილოტო პროექტი, ის რამდენიმე ჯგუფი, რომელსაც გამოხატა დაინტერესება, გერმანელებთან შეხვედრა ჰქონდათ უკვე, გაიარეს ეს საკითხები და აქედან ამოირჩევა რამდენიმე, რომელთანაც გავაგრძელებთ მომავალ წელს მუშაობას. ის რამოდენიმე რანაირად გამოჩნდა. ეგრე ინფორმაცია გავავრცელეთ, რომ ეს რაღაცას გეგმოთ, ვინც დაინტერესდა და ვინც სურვილი გამოთქვა, იმასთან იმუშავებს.